მოგესალმებით, ეთერშია რადიკალებისთვის თავზარდაცები და მშვიდობის მოყვარულთათვის იმედის მომცემი საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება. მე გახლავართ ჩვენს მთავრობაზე შეყვარებული ამ მთავარი ანალიტიკური გადაცემის წამყვანი ვანო ჯავახიშვილი და მე გიამბობთ ჩვენი ხელისუფლების იმ აურაცხელ მიღწევებზე, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში მოხდა. ჩვენი გადაცემა 5 საათიანია, მაგრამ მე ეჭვება ამ 5 საათში ჩავატიოთ ყველა ის კარგი ამბავი, რომელიც ჩვენი ტკბილი ხელისუფლების თავს ხდება. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული ძალიან პოზიტიური ჟურნალისტი თამუნა ლეკვეიშვილი. მობრძანეთ თამუნა. მოგესალმებით ვანო, მივესალმები მაყურებელს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირაში ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგი მიღწევები ჰქონდა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეხვდა ჩვენი მთავრობის ყველა მთავარ პერსონას. ძალიან საინტერესო. უკვე გავრცელდა ფოტოები ამ შეხვედრიდან, რომელთაც მე ახლა თქვენ შემოგთავაზებთ. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს შეხვედრის ფოტოები. რასაკვირველია? სადაც ოფიციალურად ხვდება დონალდ ტრამპი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პირველი ფოტო ვნახოთ, ეს არის ფოტო შეხვედრა ბატონი დონალდ ტრამპი და კობახიძე. კობახიძის შეხვედრა. ეს უკვე ხსნის ქართული ოცნების ლეგიტიმაციის პრობლემას. ნუ კითხვის ნიშნები ვანო აღარ არსებობს უკვე. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ეს არის ბატონი ტრამპის და მამუკა მდინარაძის შეხვედრა. ძალიან გამიხარდა სხვათაშორის რომ ტრამპა თვითონ გამოთქვა სული მამუკასთან შეხვედრის. შემდეგი ფოტო არის ტრამპი და ვასილ ჩიგოგიძე. ვასიკოსთან შეხვედრაც ერთობს სასიამოვნოა, იმიტომ რომ საქართველოში არიციან თვითონ ვასიკო ბევრმა, მაგრამ ტრამპმა ამ შემთხვევაში ტრამპამ მოითხოვა ჩიგოგიძესთანაც. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ეს არის ნინო წილოსანის და ტრამპის შეხვედრა. ნახოთ? ნინო წილოსანის და ტრამპის და შემდეგი ფოტო, სანამ ფოტოს ვნახავთ, ანუ ტრამპის თხოვნით შეხვედრაზე ძლივს დაითანხმეს სოფობედიას ქმარი მიშა მესხი. აი ეს ფოტოც ვნახოთ. მიშა მესხის დაითანხმეს. ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ბრიფინგი ჩაანიშნა, სადაც მან ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. ვნახოთ მოდით ეს ბრიფინგიც. ბრიფინგის მონაკვეთი დიახ. დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა სრულიად საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომლის მთავრობითაც უნდა ამაყობდეს მთელი მსოფლიო. ეს არის ქვეყანა, სადაც კაცი კაცია და ქალი ქალია. სწორედ ამ პატარა მაგრამ უშა სახელმწიფოსგან ავიღებთ მაგალითს და ზუსტად ისეთ რეფორმებს გავატარებთ, როგორიც ქართული ოცნების დროს გატარდა. ამ ქვეყნის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის მაგალითი ყველასთვის. ჩვენ დღემდე ვხელმძღვანელობთ მისი სიბრძნეებით. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ძალიან საინტერესო და კარგი. ეხლა ჩვენ პირადად ბიძინა ივანიშვილის დალოცვაზე წამოდგა ხალხი ფეხზე. მას უკრავდა ხალხი ტაშს და დიდი ხანი გრძელდებოდა სხვათა შორის ეს აპლოდისმენტები. მე როგორც მითხრეს, დაახლოებით 56 წუთი უკრავდა ხალხი ტაშს. კი, ნამდვილად ასე იყო. კარგი, შემდეგ თემაზეც გადავიდეთ. შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა იტალიის პრემიერმა მელონმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეხვეწებოდა მაკა ბოჭორიშვილს, ესწავლებინა მისთვის თუ როგორ მოახერხა ბოცვანის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება. რადგან იტალიას ახლა ეს ძალიან სჭირდება. ცერემონიის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი შემოbrunდა და სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებითაც საკმაოდ დიდხანს იქნებდა ხელს. ეს რისი მანიშნებელია? რათა ის ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც მისალმებოდა სოლოლაკში. იმიტომ რომ ვატიკანისგან ჩვენ სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ვიმყოფებით ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამიტომ იქნებდა ხელს ამ მიმართულებით ტრამპი. ხათაშორის თამარ რადიკალებმა და უსამშობლოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი თითქოს მიხეილ ყაველაშვილს კი არა, სხვას ესალმება. ნუ ამაზე მინდა თქვენი კომენტარი. ძალიან საინტერესოა ვანო. ამ სხვებში ვინ იგულისხმება? იქ ხომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინტელიგენცია იმყოფებოდა. მოდი ვნახოთ ეს სურათიც. აშკარად ჩანს ფოტოზე, რომ ყველა ადამიანი, ვინც ყაველაშვილის გვერდით ზის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ყველა მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ხელისუფლების. ცოტა უკან. წილოსანიც ბოდიშარია, ხედავთ, ხო, აი ალუდა წინ არის. მოდი ახლა მე მინდა ჩვენს მაყურებელს მორიგი საინტერესო ინფორმაცია გავუზიარო. გავრცელდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლო გამოსვლა. რომელიც ძალიან ბევრ რამეს ნანობს. მოდი ვნახოთ. კონკრეტულად რას ნანობს? ნახოთ.
მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. მე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქართული ოცნება ჩვენთან მიმართებაში ცამდე მართალია და მინდა მათ ყველაფრისთვის ბოდიში მოუხადო. ბოდიში ყველა სანქციისთვის, რაც დაგიწესეთ. ბოდიში ყველა რეზოლუციისთვის, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მივიღეთ. უახლოეს მომავალში თუ ჩვენ არ შევცვლით მიდგომებს ამ პატიოსანი მთავრობის მისამართით, მე პოლიტიკიდან წავალ. ეს უკვე ყველაფრისგან ვიდრე არასდროს. ანუ ამით უკვე ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი ნანობს იმას, რაც ამ ბოლო პერიოდში და როგორც იქცეოდნენ ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა, ანუ ამით ევროპარლამენტარებსაც მოუწოდა, რომ გონს მოვიდნენ. და მათაც აღიარონ რაღაც შეცდომები. და ბოლოს მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნო ყველაზე უტყუარი ფაქტი იმის დასადასტურებლად, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქართული ოცნების გულმხორვალე მხარდამჭერია. კი, მე აბა ნახოთ. არ გეჩვენებათ. ტრამპი ქართული ოცნების საარჩევნო ჰიმნზეც ეყვავს. დიახ, ხომ ჩაგივარდათ კოზი ნაცარში უსამშობლო რადიკალები. დიდი მადლობა თამარ, ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენ ხელთ არსებული ბოლო პოზიტიური ინფორმაცია. ჩვენ დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.